მოვიყვანოთ მაგალითი. აი ამ მაგალითში ჩვენ განვიხილავთ ბინომიალური განაწილების პუასონის განაწილებისკენ სუსტ კრებადობას. განვიხილოთ მინდორობა ქსი-ნი, სადაც n იცვლება 1-2 ასე შემდეგ. შემთხვევითი სიდიდებისა, რომლებსაც აქვს ბინომიალური განაწილება შესაბამისი p-n პარამეტრებით, სადაც p დამოკიდებულია n-ზე ისეთნაირად, რომ არსებობს ზღვარი. ესეთი ზღვარი არსებობს ლიმეს n-ს-ი უდრის ას, როცა n-ი მისწრაფის უსასრულობისაკენ. ესე იგი p დამოკიდებულია n-ზე და ასეთი პირობა სრულდება. როგორც ადრე ფაქტობრივად უკვე ვაჩვენეთ, ასეთი ბინომიალური განაწილებების მინდორობა pnk, ასეთი მინდორობა სუსტად იკრიბება ალბათობათა პუასონის pk შემდეგი განაწილებისაკენ. ასეთი განაწილებისაკენ იკრიბება სუსტად, სადაც გაიცვლება 0, 1 ასე შემდეგ. რომლის პარამეტრი არის a. აქ აღვნიშნოთ, რომ ქსიან სიდიდეთა მწარმოებელი fnz უდრის pz + q ხარისხად n ფუნქციების მინდორობა, იხილეთ ფორმულა 7-5, აი ფორმულა 7-5, თანაბრად იკრიბება ზღვრული პუასონის მინდორობის მწარმოებელი აი ამ fz უდრის e ხარისხად a z-1 ფუნქციისკენ, როდესაც n-ი მისწრაფის უსასრულობისაკენ. აი ესე იგი, აი ეს კრებადობა აქ ვიწერია. fnz არის 1 + p გამრავლებული z-1 ხარისხად n. ამას ახლა ჩვენ გარდაგვქნით, ვიცით რა, რომ a არის pn და მივიღებთ აი ასეთ კრებადობას. განვიხილოთ თეორემა. ალბათობათა განაწილებების სუსტი კრებადობა შესაბამისი მწარმოებელი fnz ფუნქციების კრებადობის ექვივალენტურია. ესე იგი, თუ ალბათობათა განაწილებები სუსტად იკრიბება, მაშინ მწარმოებელი ფუნქციებიც იკრიბება და პირიქით. სადაც fz არის აი ასეთი მწარმოებული ფუნქცია. და კრებადობა თანაბარია აი ამ წრეში. გამტკიცება. თქვათ სრულდება 7-6 ზღვარითი თანაფარდობანი. მაშინ როგორიც არ უნდა იყოს k, აი შესრულდება ეს პირობა. ესე იგი fnz-სა და fz შორის სხვაობა იქნება ასეთი ორი ჯამის შესაკრების ტოლი. საიდანაც ჩანს, რომ ნებისმიერი წინასწარმოცემული epsilon მეტი ან 0-ისთვის k დიდი შეიძლება შევარჩიოთ ისეთი დიდი, რომ როცა z არის აი ამ წრეში, მაშინ აი ეს ჯამი არის ნაკლები epsilon ნახევარზე, ანუ მეორე შესაკრები. და ისეთი n დიდი, რომ როდესაც k უდრის 0 და ასე შემდეგ, k მაშინ აი ეს მეორე ჯამის აი ეს შესაკრები ნაკლებია epsilon-ი გაყოფილი 2 k დიდი + 1, როცა n მეტია n-ზე. შემდეგ ვაიერშტრასის ცნობილი თეორემის ძალით fnz ანალიზური ფუნქციის თანაბარი კრებადობიდან გამოდის, რომ მათი წარმოებულებიც კრებადია, ასე რომ აი ეს ზღვარი იქნება სწორი ამ შემთხვევაში ნებისმიერი z-ისთვის, როცა z მოდულით ნაკლებია 1-ზე, როგორიც არ უნდა იყოს k, რადგანაც აი ეს ორი პირობა სრულდება. ამიტომ ესე იგი აი ეს მინდორობების ზღვარი არის k მინდორობა. ყველა k უდრის 0-1-ისთვის. ესე იგი თეორემა დამტკიცებულია. განვიხილოთ პუასონის განაწილების წარმოქმნის ერთი ტიპიური მაგალითი. ეს მაგალითი არის ხდომილობათა ნაკადი. დაუშვათ, რომ დროის მიმდინარეობისას რეგისტრირდება გარკვეული ხდომილობების დადგომა. სხვა სიტყვებით, გვაქვს გარკვეული ხდომილობათა ნაკადი. მაგალითად, მომსახურების რომელიმე სისტემაზე მოდის მოთხოვნათა ნაკადი, მაგალითად, ცნობათა ბიუროს მიმართავენ შეკითხვებით, ბენზინ გასამართ სადგურთან მიდიან მანქანები და ასე შემდეგ.
დროის დელტა პერიოდში მომხდარი განსახილველი ხდომილობების რაოდენობა არის ქსი დელტა შემთხვევითი რიცხვი. ვეკითხებიან, რას უდრის ქსი დელტა შემთხვევითი სიდიდის ალბათობათა განაწილება? დაუშვათ, რომ ხდომილობათა ნაკადი აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს. ჯერ ერთი, ხდომილობანი, რომლებსაც ვარეგისტრირებთ, ერთმანეთისგან დამოუკიდებელნი არიან. უფრო ზუსტად, თუ დელტა 1, დელტა 2, ასე შემდეგ დროითი ინტერვალები არ იკვეთებიან, მაშინ მათ შეესაბამებიან დამოუკიდებელი ქსი დელტა 1, ქსი დელტა 2 და ასე შემდეგ შემთხვევითი სიდიდეები. მეორეც, ხდომილობათა განხილული ნაკადი არის სტაციონარული, ესე იგი, თითოეული ქსი დელტა სიდიდის ალბათობათა განაწილება დამოკიდებულია მხოლოდ დროის შესაბამისი დელტა ინტერვალის სიგრძეზე. მესამეს, ალბათობა იმისა, რომ დროის უსასრულოდ მცირე დელტა ტ ინტერვალში მოხდება ერთი ხდომილობა მაინც, არის ლამდა დელტა ტ პლუს ო დელტა ტ, ხოლო ერთზე მეტი ხდომილობის მოხდენის ალბათობა არის ეს გამოსახულება, სადაც ეს არის დელტა ტ-სთან შედარებით უფრო მაღალი რიგის უსასრულოდ მცირე სიდიდე და ლამდა არის გარკვეული დადებითი პარამეტრი, რომელიც ახასიათებს ხდომილების მოხდენის სიხშირეს. თუ დროის მოცემულ 0 ტ ინტერვალს გავყოფთ ტოლ n ცალ დელტა 1 ასე შემდეგ დელტა n ნაწილად, მაშინ იმ ქსი ტ ხდომილობათა საერთო რაოდენობა, რომლებიც მოხდებიან 0 ტ ინტერვალში, იქნება ასეთი ჯამის ტოლი. ესე იგი, ქსი ტ უდრის ჯამი 1-დან n-მდე ქსი დელტა k, სადაც ქსი დელტა 1 და ასე შემდეგ ქსი დელტა n დამოუკიდებელი შემთხვევითი სიდიდეებია, რომელთაგან თითოეული უდრის ხდომილობათა რაოდენობას დროის შესაბამის დელტა k ინტერვალში. თითოეული ქსი დელტა k სიდიდის მწარმოებელი ფუნქცია 1n-თან შედარებით უფრო მაღალ უსასრულო მცირებამდე სიზუსტით არის ასეთი გამოსახულება. ხოლო ხდომილობათა ზოგადი რიცხვის მწარმოებელი fz ფუნქცია 7-3 ფორმულის ძალით იქნება ასეთი გამოსახულება. ხედავთ, fz არის fnz n ხარისხში, ესე იგი s n ხარისხში 1 პლუს s n ხარისხში. თუ აქ გადავალთ ზღვარზე, როცა n მიისწრაფის უსასრულობისაკენ, მივიღებთ, რომ fz წარმოებელი ფუნქცია შემდეგნაირად გამოისახება. ესე იგი, ეს იქნება e ხარისხად ლამდა t გამრავლებული z მინუს 1-ზე. აქ ჩანს, რომ ეს არის ლამდა t პარამეტრიანი პუასონის განაწილების მწარმოებული ფუნქცია, ასე რომ e ქსი t ალბათობა იმისა, რომ ქსი t უდრის k-ს არის ამ გამოსახულებას. ახლა ჩვენ იქ 7 ფორმულას არ განახებთ, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ მე დამოუკიდებლად ნახოთ, მართლაც ასეა. სადაც ადრე შემოტანილი ლამდა პარამეტრი არის დროის ერთეულში მომხდარ ხდომილობათა საშუალო რაოდენობა. ლამდა t არის მათემატიკური ლოდინი ქსი t-ს. მეორე, ნებისმიერი ნამდვილი ქსის შემთხვევითი სიდიდის მახასიათებელი ფუნქცია f ქსი t, სადაც t არის მინუს უსასრულობა და უსასრულობა შორის, განიმარტება როგორც f ქსი t უდრის m გამრავლებული e ხარისხად i ქსი t, სადაც i კომპლექსური, ესე იგი, წარმოსახვითი ერთეულია. ესე იგი, თითოეული ფიქსირებული ტესტვის იგი eta უდრის e ხარისხად i ქსი t კომპლექსური შემთხვევითი სიდიდის მათემატიკური მოლოდინის ტოლია. თემნიშნულობიანი ქსის სიდიდისთვის f ქსი t მახასიათებელი ფუნქციის მნიშვნელობები და ერთოლოვანი წრის საზღვარზე f ქსი z მწარმოებელი ფუნქციის მნიშვნელობები ერთმანეთის ტოლია. ესე იგი, ეს ტოლობა გვაქვს, როცა z უდრის e ხარისხად i t-ს, ანუ f ქსი t უდრის ესეთ უსასრულო ჯამს. ეს ფორმულა გვაძლევს f ქსი t ფუნქციის დაშლას ისეთ ფურიეს მწკრივად, რომლის კოეფიციენტები არის ამ ალბათობების ტოლი. ამრიგად, ეს p ქსი k ალბათობები ცალსახად განისაზღვრებიან
f ქსიტე მახასიათებელი ფუნქცია. თუ ქსი არის უწყვეტად განაწილებული შემთხვევითი სიდიდე ალბათობათა განაწილების აი ამ სიმკვრივით, მაშინ მისი მახასიათებელი ფუნქცია f ქსიტე, როგორც ჩანს ზოგადი 4-9 ფორმულით, იშლება შემდეგნაირად. აი ფორმულიდან აქ ცუდად არის აკრეფილი, ფორმულიდან იშლება შემდეგნაირად. არის, ესე იგი, აი ამ ფუნქციის ფურიეს ინტეგრალი.